რა მიგაჩნია შენ საქართველოს გარეთ თავისუფალ მედიად? თავისუფალ მედიად მიმაჩნია, რომ განსხვავებული აზრი ისმის მინიმუმ რაღაც ტიპის ცენზურა შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ მინიმუმ მაგალითად ოპონენტზე რო საუბრობ, ამ ოპონენტს რაიმე უფლებას მაინც აძლევა, თუნდაც ეს CNN ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხია ჩემი აზრით, ხო, მაგრამ იქაც ტრამპიც შეიძლება იყოს და რესპუბლიკელების, ანუ აძლევ უფლებას, რომ განსხვავებული აზრი შენამოყრულებმა გაიგოს. არ ვიცი, იმასაც ვერ განსაზღვრავ რა არის პროპაგანდისტური. მე მეუბნები ხო პროპაგანდისტი ხარ, პროპაგანდული მედია, მე ამას არ აღვიქვა, რატომღაც ეს არის ნეგატიური. რატო ვაკეთებ? არის იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ამ ქვეყანაში არის ორი ძალა და ჩემთვის ის ძალა არის ძალიან მიუღებელი. თქვენ შეიძლება მესამე ხარ. თუ ჩემ მხარეს სიმართლეა და ჩემი პოზიცია არის სწორი. რატომ უნდა მომინდეს ჩემი ოპონენტის დაბლოკვა? თუ პირიქით გამიხარდებოდა დავპატიჟო ეთერში და იქვე გავანადგურო ნაცებს ვებძვი, როგორც იმედი ებრძვის, რომ ეს დავპატიჟე და ვეტყვი, რომ რავი, არასწორად აგიქცევს, ომში გვითხრეთ, რაღაცას აკეთებთ, ამას უნდა დაგეთ და გამექცეოდა. საჯაროდ ვაჩვენებდი ის მარცხს. თუ ეს სწორი ნარატივია, თუ ეს სიმართლეა, ხო, დაამარცხებდით. თქვენ ახლა მე მეკითხები, რატო არ ანადგურებს იმედი ნაციონალურ მოძრაობას? და იმედმა უნდა გაანადგუროს ნაციონალურ თავისუფლებას. იმედმა ნაციონალურ პარლამენტში. შეგა თქვენ რატო არ ანადგურებთ ნაციონალურ მოძრაობას? ჩემი პრობლემა ისაა, რომ რატო თქვენ ხართ, თქვენ რატო გაქვთ 3%? რატო ვარ დაბლოკილი თქვენ მედიაში მაშინ? არ ვიცი ხა დაბლოკილი მაგარ კითხვაზე პასუხი. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. შეიძლება, მაგრამ თქვენ რატომ არ ძლიერდი, რატომ არ გაქვთ მეტიო, რომ თქვენ აი